მოგესალმებით, ეს არის პირველი ვიდეო ამ პლეილისტში და ამ პლეილისტში დაიდება ყველანაირი ვიდეო, რაც არის დაკავშირებული Laravel-ზე და ამ პლეილისტის ბოლოს შეძლებთ რომ აწყოთ ისეთი ვებსაიტები, როგორც არის ონლაინ მაღაზიები, ბლოგები, პორტალები და ასე შემდეგ. ვისწავლით Laravel-ს, ახლა გეტყვით უცებ თუ რა არის PHP და Laravel. PHP ეს არის ალბათ იცით პროგრამირების ენა, რომელთაც შეგვიძლია დავწეროთ და ავაგოთ ვებსაიტები ნოლიდან, ჩვენ თვითონ გავუწეროთ სტრუქტურაც, ჩვენ თვითონ დავწეროთ დაცვის სისტემას და მოკლედ მთლიანი პროექტი ავაგოთ ნოლიდან. მაგრამ Laravel არის ამ PHP-ს framework-ი და ამ Laravel-ში არის უკვე გამზადებული ყველა ის პაკეტი, რაც დაგჭირდება, ჩაშენებული არის უკვე დაცვის სისტემები და არის ასევე უამრავი პაკეტი, რაც დაგვიზოგავს უამრავ დროს, ვიდრე ავაწყოთ PHP-თ ნოლიდან ვებსაიტი. კარგი, ახლა პირველ რიგში დაგჭირდება XAMPP, ეს არის პროგრამა, სადაც არის ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება Laravel-ის გასაშვებად. ჩვეულებრივად ჩავიწეროთ. აი თვითონ ჩაიწერს. ან დააწევით აქ და დაიწყებს ჩაწერას. ამის მერე დოლმოდ დააწევით ამ relax და ჩაიწერთ თუ ესეთი რაღაც ამოგიგდოთ. ჩაიწერა, გახსნით მე ამ exe ფაილს და დაინსტალირებთ. მოკლედ აქ დააწევით next, მე აქ ისევ next და დაიწყებთ ინსტალაციას. ამას გამორთავთ თუ მინდა და finish. ამის მერე დავაყენებთ PHP-ს managers, composers. ჩვეულებრივად დააწევით აქ download და composers databx. ამასაც დააყენებთ ძალიან მარტივად. აქ ამას მონიშნავთ, მოდი იყოს დავტოვოთ next PHP-ს next და ჩვეულებრივად დაინსტალირებთ. finish. ეხლა გადაამოწმებთ რომ კომპოზერი ნამდვილად დაყენდა, ჩაწერთ cmd, გავუშვებთ ადმინისტრატორით და დაწერთ composer v. ესეთი რაღაც თუ ამოგიგდოთ, უკვე დაყენებული არის. ამის მერე ეხლა რა დაგვჭირდა რომ გავაკეთოთ პირველი Laravel-ის პროექტი. გავაკეთეთ ახალი ფოლდერი, მაგალითად my first project. შევიდეთ და აი ამ დირექტორიაში უნდა გავხსნათ cmd ტერმინალი. გავხსნათ cmd, შევიდეთ ეს ამ ფოლდერის დირექტორიაში, აი აქ. ამისთვის გადავიდეთ ჯერ დესკტოპზე, რადგან ფოლდერი დესკტოპზე გვაქვს მოთავსებული. მერე გავხსნათ ეს ფოლდერი cd my
first project და გავუშვათ ბრძანება, რომელიც გააკეთებს ახალ Laravel's პროექტს. მივმართოთ composers create project და მე განვაცხადოთ პაკეტის სახელი, ეს არის Laravel და enter. აქ შეიძლება error-ი ამოგიგდოთ. ესეთი რაღაც თუ გამოჩნდა, გახსენით XAMPP, რომელიც უკვე დაყენებული გაქვთ. გახსენით XAMPP და აი აქ MySQL-ის გასწვრივ დააჭერეთ config-ის Gilax და my-in. გახსენით. აქ დააჭირეთ Ctrl და F და მოძებნეთ აი ეს ხაზი extension zip. Προσωρად extension უდრის. და რაღაცა რასწორად მიწერია extension zip. როგორ იყო? ჩვენ სხვა ხوار გავხსენით ერთი წუთით. აი ეს. უბრალოდ Apache-ის გასწვრივ არის ღირაკი config-ი და ხსნით PHP ins. ეხლა დაწვევთ Ctrl და F და ჩაწერთ აი ამ ტექსტს, აი ამ ხაზს მოძებნით. Find text და აგერ არის ეს. და წინ მოუშლით წერტილ მძიმეს. ამის მერე ჩვეულებრივად დაასევებთ ფაილს. გათიშავთ და თავიდან ამ გაკეთებულ ფოლდერს, რაც გააკეთეთ, ახლა წაშლით და თავიდან გავუშვებთ გაკეთების ბრძანებას, ახალი პროექტის გაკეთებას. Composer create project Laravel. და ახლა უპრობლემოდ უნდა შექმნას ახალი პროექტი. დაველოდოთ. So, ჩვენი პროექტიც შვენივრად დასრულდა გაკეთება პროექტის და ამ Laravel-ის დირექტორიაში შევათან, მოდი ჯერ არ გვინდა და გავთიშოთ. მოკლედ. აი ესეც შეიქმნა ჩვენი Laravel-ი და ახლა გეტყვით თითოეული ფოლდერი რა საკეთებს და რისთვის დაგვჭირდება. app საკაღალდე არის ძირითადად, app საკაღალდეში ვათავსებთ ძირითად ლოგიკას. აქ არის მოდელები, კონტროლერები და providers საკაღალდე. აქ ხო ძირითად ლოგიკას ჩავწერთ ამ კონტროლერებში და მოდელში. უბრალოდ მოდელი განსხვავდება კონტროლერისგან იმით, რომ მოდელს ბაზაში ვაკავშირებთ კონკრეტულ ცხრილთან და მოდელში ძირითადად იწერება შეტანის და გამოტანის ლოგიკები ბაზიდან. Bootstrap საკაღალდე არის, ამ ფოლდერში იწერება ესეთი ლოგიკა, რომელიც გვინდა რომ საიტის გაშვებამდე ჩაიტვირთოს, აი მაგალითად მოგიყვანთ, როდესაც მომხმარებელი გადმოვა პირველად საიტზე, აი პირველად ხსნის საიტს და აქვს ამ საიტს ორი ენა, ქართული და ინგლისური, მან არ იცის რომელი ენა ჩაგიტვირთოს თავდაპირველად. ამიტომ თუ ქართული საიტია, ჩაგიტვირთავს ქართულ ენას, თუ უცხოური არის, მიხვდება ალგორითმი და ჩაგიტვირთავს უცხოურ ენას. მსგავსი ლოგიკების დასამუშავებლად დაგვჭირდება Bootstrap საკაღალდე. Config-ის საკაღალდე არის კონფიგურაციის ფოლდერი, სადაც არის ძირითადი კონფიგურაციის ფაილები, როგორც არის სესიები, მეილი, მონაცემთა ბაზები, მეილის კონფიგურაცია და სხვა. მონაცემთა ბაზის ფოლდერი არის აი ეს, სადაც არის მიგრაციები, სიდერები და factories. ამათ მე განვიხილავთ, მივაც აქამდეც. Public-ში უნდა ჩავყაროთ ისეთი ფოლდერები, როგორც არის
CSS-ი, JavaScript-ი, ფოტოები, source-ები და ასე შემდეგ. ხოლო რესურსებში უკვე ვათავსებთ იმ დოკუმენტებს, HTML დოკუმენტებს. ის მერე Blade-ში გადავყავს და მაგამდეც მივალთ. Road-ში არის უკვე მისამართები, აქ წერთ გადამისამართებებს. აი მაგალითად, როდესაც ხსნი YouTube-ს, თავარ დომენზე იხსნება აი ეს თავარი გვერდი, მაგრამ როდესაც ხსნი მაგალითად short-ებს, ჯერ გადავყავარ short-ების სექციაში და მე ამ ვიდეოს კოდი იტვირთება. გადავალ შემდეგ ვიდეოზე და ეს კოდიც შეიცვლება. მსგავსი route-ing-ის ლოგიკებს დავწერთ აი ამ route საკღალდეში. დანარჩენი ფოლდერები დიდად არ გვჭირდება და აქ არის ერთი კიდევ წერტილი n ფაილი, სადაც არის ერთი ყველაზე დიდი და მთავარი კონფიგურაციის ფაილი, რომლის შეცვლაც დაგჭირდება, როდესაც მოგვინდება ამ ჩვენს პროექტს დავაკავშიროთ მონაცემთა ბაზა, რომ შევცვალოთ შეგნით მთავარი ბაზის კონფიგურაციები. აქ არის მეილის კონფიგურაცია, ბაზის კონფიგურაცია, სესიების კონფიგურაცია და სხვა. ეს იყო მთავარი ფაილები და ფოლდერები, რაც დაგჭირდება. მოდი ახლა გავუშვათ ეს ჩვენი პროექტი. გავხსნათ CMD. შევიდეთ desktop-ზე. რადგან desktop-ზე გვაქვს ეს ჩვენი ფოლდერი, გავხსნათ APK my first project და CD Laravel. მე გავხსნათ Laravel-ის ფოლდერი. და PHP artisan server-ი გავუშვათ ჩვენი პროექტი. შეგიძლიათ ამდენი არ იწვალოთ CMD-ში და პირდაპირ გახსნათ Laravel-ი და ზემოთ search-ში ჩაუწეროთ CMD და პირდაპირ ამ დირექტორიაში გაგიხსნით CMD-ს და გავუშვათ პირდაპირ ბრძანებას artisan server. მოგცათ ლოკალური ჰოსტის მისამართი, ამას ჩასვავთ ბრაუზერში და ესეც თქვენი პროექტი. ჩვენი პროექტი დაისტარტა და როდესაც უკვე პროექტს გადავიტანთ Laravel-ზე, აი ამ მთავარ დომენზე, ამ მთავარ მისამართზე უკვე უნდა გამოიტანოს გვერდის მთავარი გვერდი. დანარჩენ ვიდეოებში მაგ ყველაფერს განვიხილავთ. მოკლედ იმედია მოგეწონათ, აუცილებლად დატოვეთ და არ დაიზაროთ არხის გამოწერაც. დროებით